მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი და დღეს მე ვიღებ პატარა ვიდეოს, წინა ვიდეოს შეჯამებას. თავიდანვე გეტყვით დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. რომ არ გამოგჩეთ შემიდადებული ვიდეოები ჩემს არხზე. მინდა წინა ვიდეოზე ვისაუბრო, თუ რატო ჩავწერე, რა იყო მაგ ვიდეოს შინაარსი. ალბათ ყველამ გაიგეთ. ეგ ვიდეო იყო უბრალოდ გასაცნობი ვიდეო, რომ გაგეცანით ვინ ვარ, რა ვარ, რას ვაპირებ YouTube-ზე და ასე შემდეგ რა. Короче, მაგ ვიდეოს რაც შეეხება, განვიხილოთ ახლა ეგ ვიდეო რა. როგორც ისე მეც თან ერთხელ არ მიყურებია მაგ ვიდეოსთვის. ძალიან მოსაბეზრებელი იყო, აი საყურებლად იყო უინტერესო რა. ხო და მასეთ ვიდეოები აღარ დაიდება. მაგის მერე დაიდება ვიდეოები და ყველანაირად ვეცდები გპირდებით რომ დავდო რას ქვია მართლა ძალიან მაგარი ვიდეოები ჩელენჯები მაგალითად სტადიონზე ჩელენჯები იქ Q&A ვიდეო კითხვას პასუხის გაცემა და ასე შემდეგ შეგახსენებთ გამოვიწეროთ არხი დავალაიქოთ ვიდეო და გავაქტიუროთ ზარის ღილაკი რო არ გამოგჩეთ შემიდადებული ვიდეოები ჩემს არხზე არ დამიდია ვიდეოს 3 დღეა და მიზეზი იცით იმიტომ რომ ვერ მოვიცალე ფიზიკურად ხო და ამ ვიდეოს შემდეგ სავარაუდოდ დაიდება PUBG-ის ვიდეო სადაც ისეთი რაღაცები ხდება წიას დათქმა არ შეიძლება მაგის დღეს გადმოვედის სტადიონზე სავარჯიშოთ მაგრამ ეგ არ დაიდება მაგრამ შეიძლება დღეს კიდე ამ ვიდეოს გარდა ვლოგი დაიდოს, არ ვიცი. კიდე სიახლეები რაც გვაქვს არხზე, ის არის რომ ფოტო შეიცვალა, ანუ ლოგო YouTube ჩენელის. კიდე ყავს 3 გამომწერი უკვე. 3 ადამიანს მადლობა რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და ეხმარებით არხს განვითარებაში. ეხლა გავაგრძელოთ იმ წინა ვიდეოზე საუბარი რა, აი ამ ვიდეოზე. როგორც თქვი იყო მოსაბეზრებელი, ისეთი საყურებელი არ იყო მონტაჟითაც არ გამოირჩეოდა და ეხლა გეტყვით მონტაჟით დიდად რატო არ გამოირჩეოდა რა. იმიტომ რომ მასეთ ვიდეოს როცა ვიღებ, მირჩევნია ფოკუსირებული ვიყო თვითონ ვიდეოზე, იქ განათებაზე, იქ ვიდეოს გადაღების ხარისხზე და ასე შემდეგ რა ვიდრე მონტაჟზე. მონტაჟით კი დავამონტაჟებ და რაღაცებს ვიდეო, მაგრამ უბრალოდ მან არ მინდოდა რომ ესეთი დიდი მონტაჟი ყოფილიყო რა, იმიტომ რომ მასეთ ვიდეოების მონტაჟი მე არ მიყვარს. ხო ეხლა ამ ვიდეოს რო წერ ასეთ ვიდეოების მონტაჟი არ მიყვარს. ანუ მიყვარს, მაგრამ დიდად არ მიყვარს რა. ისე რომ ჩაუჯდე ეხლა და გადავჭრე, ჩაუჭრა და მიმები ჩავსვა და რაღაცები არა რა. პლუს მაგ ვიდეოში არ მომეწონა შუქის ნათებები, ძალიან ჩაბნელებული იყო და არც მე ვჩვანდი, ძლივს ჩვანდი. ხარისხი არ მომეწონა, რაც აუცილებლად გამოსწორდება. მიკროფონის პრობლემაც გამოსწორდება. ამისთვის ერთი თხოვნა მაქვს, გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები. ეს ვიდეო თუ ავა 10 ლაიქზე, არც მეტი, არც ნაკლები 10 ლაიქზე. რას გადავიღებ და ერთ დიდ ვლოგს რა, ძალიან მაგარ ვლოგს. აი რო არ მოგბეზდებათ და შეიძლება აი დღეში 10 ჯერ ჩართოთ. ასეთ ვლოგს გადავიღებ ეს ვიდეო თუ ავა 10 ლაიქზე. ანუ ზოგადად ასეთ ვიდეოებს იმიტომ წერ ხოლმე რომ ასეთ ვიდეოები მივასება. ან იდი არ მაქვს, რა გადავიღო. და ამიტომ რა. პლუს მაგას დრო იმაში მიდის ხოლმე რომ თამნეილების დადება, უბრალოდ გაკეთება, იქ სათაურის მოფიქრება, არ მინდა სათაური იყოს ჩემი პირველი ვიდეო, ჩემი მეორე ვიდეო და ასე შემდეგ რა. სათაური უნდა იყოს კარგი. ანუ სათაურსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. პლუს იქ მონტაჟი. ხო და მაგაში გადის დრო, დაჭრა, გაჭრა, რავი, ჩამოჭრა, ამოჭრა, რავი, ყველაფერი. ხო და ეს ვიდეო დღეს დამონტაჟდება, დღეს დაიდება. და რავი, ჩემი აზრით იმ წინა ვიდეოს 10 თავით ჯობია რა. წინა ვიდეოს აქვს ახლა როგორც მახსოვს 30 ნახვა, ბოლოს რაც ვნახე 30 ნახვა ქონდა და 4 ლაიქი. რისთვისაც მართლა ძალიან დიდი მადლობა. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ.
რავი, ეგეთი ვიდეოსთვის ასე რა ვთქვათ, აი უხეშად რა ვთქვათ, კი პირველი ვიდეოა, ვერავინ ვერ გადაიღო ჩემი აზრით, რა, ვერავინ ვერ გადაიღებს პირველ ვიდეოს ესე უბრალოდ ტელეფონით და იმების მიკროფონის, პედლიჭკების და ეგეთი რაღაცების გარეშე. კარგი ვიდეო, ანუ კარგი ვიდეო რაღაც ხარვეზები მაინც ექნება, კარგი ვიდეოს ეგ ვერ გადაიღებს რა. ამიტომ არ მიყვეს რომ ცუდი ვიდეოა, მეს ვიძახი რომ საშინელი ვიდეოა საყურებლად. თუ გინდათ ამ არხს დაიხმაროთ განვითარებაში, უნდა გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარისღილაკი. რო არ გამოგჩეთ ჩემი არც ერთი დადებული ვიდეოები ჩემს არხს. ამ ვიდეოს გადაღებას რომ მოვჩები, ცოტას ვივარჯიშებ, მინდა რომ სიგარეტს თავი დავანებო და ვარჯიში დავიწყო. და პლუს მაგას ცოტა ხანში იქნება სავარაუდოდ ლაივი on YouTube-ზე და TikTok-ზე. რისი რომელი TikTok-ის ლინკიც აღწერაშია. იქ არ დამაფოლოვოთ, გარკვეულწილად და YouTube-ზე დამაფოლოვოთ არა და გამოიწერეთ არხი. TikTok-ზე არ მინდა ფოლოვერები, მიცადე YouTube-ზე მყავდეს გამოწერე, ამიტომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარისღილაკი. იმიტომ რომ აი YouTube არის სულ სხვა პლატფორმა, ან ყველასგან განსხვავებული რა. აიღე Instagram-ი, აიღე TikTok-ი, აიღე, короче. TikTok-ზე ზოგადად არის ის, რომ აი შენი დედის დედა და რაღაცები, მე და პატრო დედა სამხობენ თავზე წინაპრებში უბრუნებენ, მკვდარ ცოცხალს ატრიალებენ იმენ და რავი, სულ ეგაა TikTok-ი რა. YouTube-ზე მასეთი რაღაცები არ ხდება. და რო აიღო ხა Instagram-ი პროსტა რო შეხვიდე სკროლო ეგაა რა. TikTok-ზე შეხვალ იქ ვიღაც მათხოვრობს, იქ ვიღაცას აგინებს, იქ ვიღაცა იძახის ქურდი ვარო. რავი რა, ერთი დიდი საყლებია რა. ხო და ამიტომ ვაჩი YouTube-ი და მაგიტო არის ჩემი. იმიტომ რომ TikTok-ის დედას შევიცი, короче რა, ყველაზე საზღარი ის რა. აუ რა დრო იყო, აუ რა ვიდეოები მე და ვაიმე ხარ რომ ახსენდება როგორ მინდა რომ ერთორი რაკეტა იქნება ჩამოვარდეს. არა სავარაუდოდ ამ ვიდეოს მე ან ვლოგი დაიდება, ან PUBG-ის ვიდეო. ამისთვის უნდა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარისღილაკი. ეხლა არ გინდა ვიდეოსთვის thumbnail-ი, სათაური მოიფიქრო, მონტაჟი. არა და დავამონტაჟებ ამ ვიდეოს. გაზაფხული მოდის რა მოვიდა უკვე, გაზაფხულის პირველი თვე არის. ვიცელოდებით ყველაზე კარგ ამინდებს ზაფხულის და გაზაფხულის ბოლოსკე, ზაფხულის დასაწყისში ვიცელოდებით მაგარ ვიდეოებს. მაგისთვის ერთი თქმა უნდა, მაგ გამოიწერეთ არხი. კი, ძალიან ბევრჯერ თქვი ეს და ძალიან თვით შევჭამი, მაგრამ აუცილებელია. თქვენთვის ერთი წამი საქმეა და ჩემთვის დიდი мотиваციაა რა. ეს ვიდეო დასრულს მივახლოვ და გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და დალაიქეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.